მინდა მოგესალმოთ, მადლობა მოახსენო ადმინისტრაციას, მადლობა მოგახსენოთ პირადად თქვენ აი ამ თბილის სიტყვებისათვის და მინდა გითხრათ ჩემო ძვირფასო მეგობრებო, რომ ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ამ შესანიშნავ სკოლაში თქვენთან საუბარი საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის 151 მეთაურის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის შესახებ. დავიწყოთ იმით, რომ წლევანდელი წელი განსაკუთრებული წელია ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხისათვის. წელს ჩვენ აღნიშნავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს და ჯერ კიდევ აი 2025 წლის დასაწყისში მიუხედავად იმისა, რომ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ფიზიკურად დასუსტებული იყო, მან მაინც მოახერხა გაეკეთებინა შეხვედრა მეცნიერების სხვადასხვა მიმართულების, განსაკუთრებით ჰუმანიტარული მიმართულების მეცნიერების წარმომადგენლებთან, რომ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი ღირსეულად აღნიშნულიყო და რაოდენ გულსატკენია, რომ წელს 2026 წელს ჩვენ ქართველი ხალხი აღნიშნავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს და დღეს ვსაუბრობთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ილია მეორის აი 39 დღეა, ხვალ 40 დღე ხდება, რაც ის ამ სოფლიდან გავიდა. ორიოდე სიტყვა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. რატომ ეწოდება ჩვენ ეკლესიას მართლმადიდებელი და სამოციქულო? მართლმადიდებელი მას იმიტომ ეწოდება, რომ იგი 451 წელს ქალკედონის სოფლიო საეკლესიო კრებაზე მიღებულ დებულებების ერთგულია. სამოციქულო რატომ ეწოდება? იმიტომ, რომ საეკლესიო ტრადიციის თანახმად ჩვენთან პირველ საუკუნეში ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანელმა იქადაგეს ქრისტიანობა. მეოთხე საუკუნის 20-იან წლებში უკვე სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა წმინდა ნინოს მოციქულებრივი, აი მოციქულთა სორ წმინდა ნინოს მოღვაწეობის დროს 324-326 წლებს შორის, როცა მეფე იყო მირიანი და დედოფალი ნანა. მეოთხე საუკუნის 20-იანი წლებიდან მეხუთე საუკუნის 80-იან წლებამდე ჩვენ ეკლესიურად ვიყავით კონსტანტინოპოლისა და ანტიოქიის საპატრიარქოს იურისდიქციაში. მეხუთე საუკუნის 80-იან წლებში ვახტანგ გორგასალის დროს საქართველოს ჯერ ქართლის და შემდეგ დასავლეთ საქართველოს ეკლესია უკვე ხდება დამოუკიდებელი. პირველ ეტაპზე ვახტანგ გორგასალის დროს მთავარ ეპისკოპოსის ნაცვლად უკვე ქართულ ეკლესიას კათალიკოზი ჩაუდგა სათავეში, ეს ნიშნავდა დამოუკიდებლობას, ავტოკეფალიის მინიჭებას ჩვენი ეკლესიისათვის, ხოლო მე-11 საუკუნიდან უკვე ჩვენი ეკლესიის მეთაურს ეწოდება კათალიკოს პატრიარქი. არსებობდა დასავლეთ საქართველოში აფხაზთა საკათალიკოზო მე-19 საუკუნეებიდან ცენტრით ბიჭვინთაში, მაგრამ მე-11-ში, როცა გაერთიანდა საქართველო დასავლეთ და აღმოსავლეთი, ტერმინი საქართველოს ეკლესიამ შემოიტანა. საქართველოს პირველი მეფეა ბაგრატ მესამე 978-1014 წლიდან, პირველი სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქია იოანე, მაგრამ ჩვენ მასზე ბევრი ცნობები არ გვაქვს, ჩვენ უფრო კარგად ვიცით თითოეულმა თქვენთაგანმა სვეტიცხოვლის აღმშენებელი რომ არის მელქისედეკ კათალიკოსი, აი მეორე, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი. და იქიდან მოყოლებული მე-15 საუკუნემდე ჩვენ გვაქვს ერთიანი ეკლესია. მე-15 საუკუნეში, როცა დაიშალა საქართველოს სამეფო სამთავროებად, კვლავ ორი ეკლესია გაჩნდა ჩვენ ტერიტორიაზე. მცხეთის კათალიკოს კვლავ ეწოდება სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, ხოლო დასავლეთ საქართველოს
ეკლესიის მეთაურს ეწოდება ასეთი ლიხთ იმერეთისა და აფხაზთა კათალიკოს პატრიარქი. ასე გაგრძელდა მე-19 საუკუნის დასაწყისამდე. მე-19 საუკუნის დასაწყისში 1811 წელს უკვე როცა პოლიტიკურად რუსეთმა გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო, შემდეგ ეკლესიის ავტოკეფალიაც გააუქმა, უკანასკნელი კათალიკოს პატრიარქი ანტონ მეორე გაიწვიეს აქედან და ეგზარქოსების მმართველობა. პირველი ეგზარქოსი ეროვნებით ქართველია ვარლამ ერისთავი, ხოლო 1817 წლიდან 1917 წლამდე რუსი ეგზარქოსები არიან. პირველი რუსი ეგზარქოსია თეოფილ აკტერუსანოვი, ბოლო რუსი ეგზარქოსი გახლავთ პლატონ რაჟდესტვენსკი. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს 1819-20 წლის საეკლესიო ამბოხის დროს დააპატიმრეს დოსითეოს ქუთათელი და ექვთიმე გენათელი, დოსითეოსი მოკლეს, ექვთიმე რუსეთში გადაასახლეს და დასავლეთ საქართველოს ეკლესიურად ეგზარქოსის ხელში მოექცა. არ შეგუები ამას და მთელი მე-19 საუკუნე იბრძოდა ეკლესიური და პოლიტიკური დამოუკიდებლობისათვის და მე-20 საუკუნის დასაწყისში უკვე 1917 წლის 12 მარტს მცხეთაში სვეტისხოვლის საპატრიარქო ტაძარში კვლავ აღდგა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. პირველ კათალიკოს პატრიარქად არჩეული იქნა უწმიდესი და უნეტარესი გახდა კირიონ მეორე, გვარად საძაგლიშვილი გახდა, ცნობილი მეცნიერი და საეკლესიო მოღვაწე და აქედან მოყოლებული 1917-18 წლებში არის უწმიდესი კირიონი, 1919-21 წლებში უწმიდესი ლეონიდე ოქროპირიძე, 1921-27 წლებში უწმიდესი ამბროსი ხელაია, გენუის საერთაშორისო კონფერენციას რომ მემორანდუმი გაუგზავნა და მოსთხოვა დასავლეთის სახელმწიფოებს დაეცვათ საქართველოს რუსული საოკუპაციო აგრესიისაგან, ბოლშევიკური რუსეთისაგან. 1927-დან 32 წლებში ქრისტეფორე მესამე ციცქიშვილი, 1932-52 წლებში კალისტრატე ცინცაძე, დღეს შესრულდა 160 წელი კალისტრატე ცინცაძის დაბადებიდან, ის 2016 წელს წმინდანად შერაცხა ქართულმა ეკლესიამ მისი უწმინდესობის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, 1952-დან 60 წლამდე უწმინდესი მელქისედეკ მესამე ფხალაძე, 1960 წლიდან 72 წლამდე უწმინდესი ეფრემ მეორე სიდამონიძე, 1972-77 წლებში უწმინდესი და უნეტარესი დავით მეხუთე დევდარიანი და სწორედ 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა 151 სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კურთხევა. ეს გახლდათ 44 წლის ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი ილია შიოლაშვილი. ახლა, როდესაც ჩვენ უკვე პატრიარქზე, როგორც განსვენებულ ადამიანზე ვსაუბრობთ, უნდა გავიხსენოთ ბევრი რამ. პირველ ყოვლისა, რა მემკვიდრეობა დახვდა ახლად არჩეულ პატრიარქს. სხვათა შორის ერთი ძალიან საინტერესო დეტალიც. როდესაც მისი კურთხევა შესრულდა სვეტიცხოველში, ძალიან ბევრი ხალხი დაესწრო ამას. მეც მქონდა ბედნიერება, რომ ყოფილიყავი იმ ახალგაზრდებში, ვინც მაშინ დაესწრო პატრიარქის აღსაყდრებას. მაგრამ ჩვენ მორწმუნეები არ ვიყავით. ჩვენ საბჭოთა ეპოქაში ვიზრდებოდით. იქაური მაშინდელი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები ვიყავით. უბრალოდ როცა გავიგეთ, რომ საქართველოს ეკლესია აკურთხებდა ახლად არჩეულ ახალგაზრდა პატრიარქს, ცნობის მოყვარეობით წავედით სვეტიცხოველში და დიდი ინტერესში გადაიზარდა და ჩვენ მივხვდით იქ მყოფნი მაშინ, რომ რაღაც დიდი ისტორიული მოვლენის თანამონაწილენი ხდებოდით, მაგრამ რა იყო ეს არ ვიცოდით. აი, დასრულდა წირვა. ამბიონზე გამოვიდა კათოლიკოს პატრიარქი, უკვე კათოლიკოს პატრიარქების ისტორიული შესამოსელით და მიმართა საზოგადოებას. მე შეგნებული მაქვს ის უმძიმესი და ამავე დროს
საპატიო მოვალეობა, რომელიც ამ წმინდა ტაძრის თაღებს დამაკისრა მაღალმა ღმერთმა. და მას კითხულობს ის. მე მქონდა შესაძლებლობა მისთვის მეკითხა, თქვენო უწმინდესობა, თქვენ უმრავლეს შემთხვევაში ზეპირად გამოდიხართ და რატომ წაიკითხეთ იქ ეს ტექსტი თქო? ისევ ღელავდიო, რომ არაფერი არ მახსოვს. საერთოდ არაფერი არ მახსოვს, რა ვითარება იყო და ქონდა საღელვი ახალგაზრდა პატრიარქს. ამას წინათ ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავით მახარაძემ ბრძანა ასეთი რამ, რომ პატრიარქობაო, ესო მარტო პატივი კი არ არის, ეს არის მოწამებრივი გზა, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და არავინ წარმოიდგინოს, რომ ძალიან ადვილია ეს და ნამდვილად ეს სიტუაცია დახვდა მას. კერძოდ, თუ 1921 წელს, აი ბოლშევიკები სანამ შემოვიდოდნენ, საქართველოში მოქმედ იყო 1450 ეკლესია და მონასტერი 70. 1600 სასულიერო პირი იყო. 1977 წელს მოქმედი იყო 50 ეკლესია და 70 სასულიერო პირი იყო. 2 მონასტერი, ნახევრად არალეგალური. მართალია, იურიდიულად 15 ეპარქია იყო საქართველოში, მაგრამ რეალურად საეპარქიო ცხოვრება არსად არ იყო. ეპარქიის წინამძღვრები თბილისში ისხდნენ. ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში თეთრი წყაროელი მიტროპოლიტი იჯდა. დიდუბის ეკლესიაში მანგლელი მიტროპოლიტი იჯდა. ქაშვეთის ეკლესიაში ურბნელი მიტროპოლიტი იჯდა. პატარა სამება ეროვნული ბიბლიოთეკის უკან რომ არის, იქ ბოდბელი იჯდა. წილკნელი სვეტიცხოველში. აბა სადღა არის ეპარქიები? ეს ქაღალდზია მხოლოდ. არავით არის საეპარქიო ცხოვრება არა. თბილისში როგორ წარმოგიდგენიათ? აი მაგალითად ჩუღურეთის რაიონში არის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია. გზის პირზეა, სანაპიროზე. ფოლკლორის ანსამბლის, ესე რომ ვთქვათ, სავარჯიშო კონცერტების გასამართი ადგილი გახდათ იმაში. აგერ მეტეხის ეკლესია, ახალგაზრდული თეატრი იყო. ივერის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ნაძალადებში აბანო ჰიგიენური სახლი იყო იმაში მოწყობილი. ანჩისხატის ეკლესიაში ერთ ცნობილ მოქანდაკეს სახელოსნო ჰქონდა გამართული. შიომღვიმე მე-18 პროფტექს სასწავლებლის საბაზო დაწესებულებად იყო გაფორმებული. ეკლესიები სახელმწიფოს ბალანსზე იყო კულტურის და ძეგლთა დაცვის საზოგადოების ეგიდით იმართებოდა და მას დროებით სამეწარმეო საქმიანობისათვის გადასცემდნენ საპატრიარქოს. ოღონდ რა იყო ეს სამეწარმეო საქმიანობა? ღვთისმსახურება. ხდებოდა 87% შემოსავლისა მიჰქონდა სახელმწიფოს. როგორ მაგალითად? ავიღოთ თუნდაც სანთელი. 20 კაპიკი რომ ღირდა, მაშინ კაპიკები და მანეთები იყო სანთელი. იმ 20 კაპიკიდან 3 კაპიკი იყო, თუ 13, თუ როგორ გამოდის 87% მიჰქონდა სახელმწიფოს და აი რა იქნებოდა წარმოიდგინეთ ხელფასი. ჩვენ 88 წელს, როდესაც მისმა უწმინდესობამ თბილისში გახსნა სასულიერო აკადემია, მიგვიწვია პედაგოგებად. მე მაშინ ახალგაზრდა ისტორიკოსი ვიყავი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, ახლა ისინი დოქტორებად ითვლებიან, მაშინ ჩვენ 2 ხარისხს ვიცავდით და ახლა მიგვიწვია პატრიარქმა დაგვინიშნა 300 რუბლი, ანუ მანეთი. 33 რუბლს გვაძლევდნენ ხელზე და პატრიარქი ყოველ თვეში კონვერტით გვაძლევდა იმ ფულს. იმიტომ რომ დაბეგვრის სისტემა არსებობდა ეკლესიისა, სული შემხუთავი. სული შემხუთავი დაბეგრის სისტემა არსებობდა და ამან თვითონ სასულიერო პირები, თითეული სასულიერო პირი თვეში განსაზღვრული იყო, რამდენი უნდა გადაეხადათ. ბევრი ანებებდა თავს, იმიტომ რომ ვერ აუდიოდა ამ გადასახადებს. მაშინ ვინ მიდიოდა ეკლესიაში ნათლობაზე
მიცვალებულის წესის ასაგებად, თორე დანარჩენ შემთხვევაში სად იყო ეკლესიაში ხალხი? და აი, ბატონო? არა, დავითს არ ქონდა დანებებული, ეს იყო მელქისედეკი, ოღონდ ეს 20-იან წლებში იყო. ეხლა რაც შეეხება მრევლი, ეკლესიას არ ყავდა მრევლი. ასაკოვანი ადამიანები ძირითადად დიდ დღესასწაულებზე მივიდოდნენ ხოლმე. მაშინდელმა საბჭოთა სისტემამ, რომელიც ათეისტური იყო, არავინ მოგატყუოთ, ეხლა რა არაო გულში მორწმუნე არ არსებობდა, ისინი ათეისტები იყვნენ. ხელოვნური გაუცხოების კედელი აღმართეს ეკლესიასა და ხალხს შორის. ეს უნდა დაემსხვრია ახალგაზრდა პატრიარქს, რომ ხალხი ეკლესიაში მოეყვანა და თვითონ ხალხთან მისულიყო. ეს პირველი ეს ამოცანა. მეორე ამოცანა რა იყო? ის ეპარქიები, რომელიც ქაღალდზე იყო, რეალურ ეპარქიებად ექცია. იქ მღვდელმთავრები გაეშვა. ახალი სასულიერო პირები ეკურთხებინა. მესამე ამოცანა რა იყო? ჩვენ 1917 წელს აღვიდგინეთ ეკლესიის ავტოკეფალია, რომელიც რუსებმა წაგვართვეს მე-19 საუკუნეში, მაგრამ ამას არ აღიარებდა არავინ. და არ უშვებენ ამ ხალხს. მეცნიერი მივა იქ გაუშვებენ უნივერსიტეტიდან, გაუშვებენ მეცნიერებათა აკადემიიდან, როგორი არსებობს მერე მან. აი რა გააკეთოს ამისათვის. და დაიწყო პატრიარქმა აი შემოვლითი გზა. 1969 წელს თბილისში მოიწვია ათონის მთის გუბერნატორი, ათონის დაიცით დღეს რა წარმოადგენდა, მაშინაც ასე იყო, დოქტორი იოანე ცამის, საერო პირია. და საერო ხელისუფლების წარმომადგენლებს უთხრა, რომ ეს კაცი ჩამოვიდა და მას უნდა რომ უნივერსიტეტის პროფესორებს შეხვდეს. ახლა იმათ ვეღარ თქვეს, რომ არა. და პატრიარქი თვითონ წაყვა მას აი ამ ათონის მთის გუბერნატორს უნივერსიტეტში. მაშინ რექტორი იყო დავით შხიკვიშვილი, იყვნენ ხალხი, რომლებიც დაიმალენ. აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე დახვდა. საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე აუხსნა ყველაფერი და როდესაც ათონის მთის გუბერნატორი წავიდა აქედან, გააკეთა მიკროფილმები მაშინდელი, ახლა ასლებს რო ვამბობ ჩვენ, ქართული ხელნაწერები, რომლებიც ჩვენი მეცნიერებისათვის ხელმიუწვდომელი იყო, გამოუგზავნა პატრიარქს. და საპატრიარქოში პატრიარქმა მოიწვია მზექალა შანიძე, დამანა მელიქიშვილი, ზურაბ კიკნაძე, ზაზა ალექსიძე, მიხეილ ქავთარი, ახლა ვისაც ვამბობთ, ესენი ყველა რეგალიებით პროფესორები, აკადემიკოსები. არ მივლენ, დაშინ ამას ვერ გამოიკვლევენ. პირველი აი ეს გარღვევა. პირველი გარღვევაა ეს. ახლა რომ ხვდება პატრიარქი, როცა ხვდება ამ ხალხს, მე ამას წინათ გამოაქვეყნე ვერიკო ანჯაფარიძის დიალოგი პატრიარქთან. ვინ მიდიოდა ეკლესიაში ძირითადად? ვისაც რაღაც დიდი უბედურება დაატყდებოდა თავს. ვერიკო შვილი გარდაეცვალა. თქვენ ახლა ბავშვები ხართ, მაგრამ უფროსი თაობის ვინც არის ვერიკო ანჯაფარიძე, ვინ იყო და რა იყო, გეტყვიან ისინი ამას. და ვერიკო ახლა წარმოიდგინეთ, შვილი გარდაეცვალა. და ვერსად ვერ პოვებს ნუგეშს და უთხრეს, რომ აი ახალგაზრდა პატრიარქთან მიდი და განუგეშებსო. და არის ეს დიალოგი ჩაწერილი. თქვენო მართლა გწამთო, ვერიკო ეუბნება პატრიარქს. იმიტომ რომ ვერიკო იმ ეპოქის შვილია. კიო, რა თქმა უნდაო, ეს ძალიან მშვიდად ეუბნება. მეო მართლა შევხვდები ჩემ შვილსო. აი ეს უნდა გააკეთო, პატრიარქი ეუბნება, ეს უნდა გააკეთო და მეო ეხლა აქიდანო დამშვიდებული მივდივარო. ეხლა გავაგრძელებ ამ თემას. ჩემო ძვირფასო ახალგაზრდებო,
ოჯახში, როდესაც ახალგაზრდა იღუპება, 10 შვილი რომ ყავდეს, მშობლებს და ღმერთმა აშოროს, თუნდაც ერთი დაეყუპოს, ჩამოიქცევა მისთვის ყველაფერი და ამ დროს ვინ მიდიოდა ამ ოჯახებში? პატრიარქი მიდიოდა. და დღესაც რომ მიხვიდეთ თქვენ სიონში შაბათობით შვილგარდაცვლილი მშობლების მოდიან, მოაქვთ თავიანთი გარდაცვლილი შვილების სურათები და ყოველთ პატრიარქია უხდიდა პანაშვიდებს და რომ ნახოთ ჩანაწერები არქივებშია, ბევრი მადლიერად ამბობს, რომ მე მომაბრუნე ამ ცხოვრებისაკენ. მე ვერ წარმომედგინა, რომ კიდევ შეიძლებოდა მეცხოვრა. ეს ამას შეეძლო, პატრიარქმა გააკეთა ეს. ასე გავყეთ. დრო კონტაქტით მან მოახერხა ისტორიული სურათის აღდგენა. რას წარმოადგენდა ჩვენი ეკლესია და დაგზავნა ბერძნულ და ინგლისურ ენებზე მართლმადიდებელი ეკლესიებში ეს წერილები. 15 წელი დასჭირდა მოლაპარაკებებს და საბოლოოდ 1991 წლის 4 მარტს მართლმადიდებლობის ზეიმზე კონსტანტინოპოლის სოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ეკლესიას აღიარა მისი ისტორიული ავტოკეფალია და საპატრიარქო მტკიცებულება. აი შეხედეთ, ახლა უკრაინაზე რა ამბავია, რამდენი წელი გავიდა, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობაც აქვს, მთელი მსოფლიო თითქოს მხარს უჭერს, მაგრამ ეს აღიარება ასე ადვილად არ წავიდა ყველგან. და ჩვენ ეს მოვიპოვეთ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ეს უშუალოდ პატრიარქის დამსახურება იყო. შემდეგ შემოძვირფასებო. არ დარჩენილა საქართველოში არც ერთი კუთხე. ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი, სვანეთი, განგებო ამბობ, რაჭა, ლეჩხუმი, იმიტომ რომ მთიან ზონაზე ვამბობ ახლა. იმერეთი, გურია სამეგრელო და ასე შემდეგ, სადაც პატრიარქი არ მისულა და საკათედრო ტაძარში წირვა არ ჩაუტარებია და ქართველი ხალხის ერთიანობაზე არ ეკადაგა. არ არის, უფრო მეტიც ის იმყოფებოდა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში 2001 წელს. ფერეიდანელ ქართველებს შეხვდა. და ფერეიდანიდან რო დაიძრა შემდეგ ქართველების ნაკადი აქეთ, ეს მისი დამსახურება იყო. ორჯერ იმყოფებოდა საინგილოში. იქაური ქართველების გასამხნევებლად. უცხოეთში თქვენ იცით რომ აი გუშინდელი აღწერით მაგალითად 3 მილიონ ნახევარზე მეტია რაც აქავარ და მილიონზე მეტი გასულია საქართველოსდან. და იქ ბავშვები დაიბადა. იქ იზრდებიან იმ გარემოში და ხვალ ზეგ თუ მათ ჩვენ მაშვალ რგოლად არ გადავცემთ რაღაცას ქართულ იდენტობასთან ისინი გაუცხობდებიან. 2002 წელს პატრიარქმა შექმნა საზღვარგარეთული ეპარქია პირველი, დასავლეთ ევროპის ეპარქია. ისა და ჰოლანდიის, გერმანიის და ავსტრიის, დასავლეთ ევროპის, ამერიკისა და კანადის. იქ სამრევლოებია და ამ სამრევლოების მეშვეობით იქ დაბადებული და იქ გაზრდილი ბავშვები სულიერად უკავშირდებიან ჩვენ სამშობლოს. იქ არის დაწყებითი კლასები, იქ არის ხალხური ცეკვის და სიმღერის ანსამბლები, რომელსაც ჩვენი ემიგრანტების შვილების ეუფლებიან ამას და მშობლებს უნდათ რომ არ დაკარგონ მათ ქართული ეს ტრადიციები. ეს ყველაფერი პატრიარქის დამსახურებაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გარდა შემოძვირფასებო განათლება ეს ერთ-ერთი უპირველესია და თქვენ იცით რომ დღეს ახლა არავის ხო არ გჭირდება თქვენ არც მშობლისაგან, არც მასწავლებლისაგან იმის თქმა რომ ინგლისური და გერმანული თუ ფრანგული თუ რუსული, არ ვიცი ახლა კიდე რა ენაა, რომ სწავლოთ ინგლისურს განსაკუთრებით, იმიტომ რომ დრო მოიტანა ეს. და განათლება ეს არის უპირველესი თუ ჩვენ ქვეყანას წარმატება უნდა გქონდეს, განათლება არის მთავარი და მისი უწმინდესობა არის იყო კაცი, რომელიც სასულიერო განათლების აღორძინებაზე მუშაობდა. თავის დროზე, როდესაც უნივერსიტეტი გაიხსნა,
1918 წლის 8 თებერვალს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ამ უნივერსიტეტის გახსნაზე უნივერსიტეტის დამაარსებელმა ივანე ჯავახიშვილმა მიიწვია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი კირიონ მეორე და სამადლობელი პარაკლისი გადაიხადეს დაანთეს სანთლები ცოდნისა და რწმენის ერთიანობისა. დიახ, ცოდნისა და რწმენის ერთიანობისა. რწმენა ცოდნის გარეშე შეიძლება სიბნელეში გადაიზარდოს, ისევე როგორც ცოდნა რწმენის გარეშე შეიძლება გადაიზარდოს რაღაც ბოროტებაში. ესენი ერთმანეთს უნდა ავსებდნენ და პატრიარქი ყოველთვის ამას გადაგებდა და კიდევ ერთი, აი თქვენ 14-15 წლისანები ხართ აქა. სანამ პატრიარქი ფიზიკურად კარგად იყო, ნებისმიერ თქვენგან შეგეძლოთ რომ მისულიყავით მასთან და შეხვედრა გქონოდათ. ეს მისი ძალა, მისი სიყვარული, რაც ქართველობამ გამოიჩინა, რას ეფუძნებოდა, იმიტომ რომ ის სახალხო პატრიარქი იყო. მას შეეძლო ნებისმიერთან დამდგარიყო გვერდით ჭირშიც და ლხინშიც და მე ეს არაერთხელ მიგძვია პირადად ჩემს თავზე გამომიცდია. რა და მნიშვნელოვანი. წეღან დავიწყე მე სვეტი ცხოვლით. რამდენი ტაძარიც არ უნდა შენდეს საქართველოში, სვეტი ცხოველი უპირველესი აქედან განეფინა ქრისტიანობა სრულიად საქართველოში. იქ არის კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. იქ აშენდა პირველი ხის ეკლესია წმინდა ნინოს ლოცვა-კურთხევით და იქ აკურთხებდნენ ჩვენ მეფეებს და ჩვენ კათოლიკოს პატრიარქებს. როდესაც ავტოკეფალია აღდგა, კი ბატონო, პატრიარქი აკურთხეს კირიონის და მერე დანარჩენი პატრიარქებს, მაგრამ მირონს არ აძლევდნენ კურთხევის უფლებას სვეტი ცხოველში. 1918 წელს მირონი აკურთხეს ანჩისხატში, 20 წელს სიონში, 47 წელს სიონში, 63 წელს სიონში და როცა ილია მეორე გახდა პატრიარქი, მან მიზნად დაისახა. პატრიარქების გარდა მღვდელმთავრებიც უნდა ეკურთხებინათ სვეტი ცხოველში, როგორც ისტორიულად იყო და მირონის სვეტი ცხოველში უნდა მომზადებულიყო. პირველად სწორედ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მირონი მომზადდა სვეტი ცხოველში 1980 წელს. მინდა იცოდეთ, წელს მაგალითად ხომ იყო 12 აპრილს აღდგომა, ხომ? აი მირონის მომზადება რომ მოენდოებინა ეკლესიას, უნდა დაეწყო ორშაბათს მირონის ხარშვა, 24 საათიან წირვა ლოცვა გრძელდება, სამშაბათი, 4 შაბათი და 5 შაბათს შეაზარდა. ესე აღდგომის კვირაში ხდება მირონის მომზადება. მეორეთაც მომზადდა მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით 1995 წელს მირონი ისევ სვეტი ცხოველში, მესამედ 2014-ში თუ 15 წელს. აი სვეტი ცხოველს დაუბრუნა თავისი ისტორიული ფუნქცია. შემდეგ ფაქტიურად ქართული გალობა აღარ არსებობდა. რუსულის კალკირება იყო გალობა. პატრიარქმა დააბრუნა ეკლესიებში ქართლური, კახური, სვანური, გურული, კილო გალობისა, რომელიც ჩვენ წინაპრებს ჰქონდათ და დღეს ახლა ყველა ეკლესიაში გალობა ქართულია. თქვენ იცით რომ ქართული ანბანი ერთ-ერთი უძველესი ანბანია მსოფლიოში. და მისი უნიკალურობა კიდევ რა არის, იცით? იუნესკომ ეს ანბანი კულტურულ მემკვიდრეობათა ცოცხალ ძეგლად რატომ გამოაცხადა? აი მისი უწმინდესობა სანამ პატრიარქი გახდებოდა, მხოლოდ ფილოლოგები და ისტორიკოსების ნაწილი სტუდენტები სწავლობდნენ ასომთავრულს და ნუსხახუცოს, დანარჩენმა არავინ არ იცოდა. პატრიარქმა მოუწოდა მრევლს, ყველამ უნდა ვისწავლოთ და დღეს ვერ ნახავთ თქვენ ასაკოვან ადამიანსაც, ვინც ეკლესიაში დადის, რომ ხუცურად არ წაიკითხოს და ასომთავრული. ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ სამივე ანბანი არის მოქმედებაში. ამიტომ შეიტანა იუნესკომ ეს ცოცხალ მემკვიდრეობათა ნუსხაში. ესეც მისი უწმინდესობის დამსახურება. საუკუნის მერე ქართული ხატი აღარ არსებობდა.
აი შეხედეთ ხატწერა რა დონეზე ამაღლდა. კედლის მხატვრობა საეკლესიო სადმე გაგიგიათ რომ არ არსებობდა თავიდან. პირველად დიდუბის ეკლესია მოიხატა. ალექსანდრე ბანძელაძე მოხატა 78-79 წლებში და თვითონაც შესანიშნავი ხატწერი იყო მისი უწმინდესობა, წმინდა გიორგი, თამარ მეფე, წმინდა თამარ მეფე, ღვთისმშობლის ეს ხატები არის პატრიარქის შესრულებული. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ჩვენ ისტორიულად უცხოეთში ბევრი ეკლესია მონასტრები ჰქონდა. ათონზე ივერიის მონასტერი, იერუსალიმი ჯვრის მონასტერი, პეტრიწონი და ასე შემდეგ. ამათან აღარაფერი საერთო არ ჰქონდა. აი უწმინდეს ილია მეორის ლოცვა კურთხევით აღსდგა ამ ისტორიულ მონასტრებთან სულიერი კავშირის და ბევრი ქართველი სასულიერო პირიც აღმოჩნდა ათონზეც, იერუსალიმშიც და ასე შემდეგ. ბატონო? დიახ. ამის გარდა ასევე მნიშვნელოვანი. მე-20 საუკუნის ბოლოს მთელი მსოფლიო ემზადებოდა ქრისტეშობის 2000 წლისთავის აღსანიშნავად. და სწორედ ამის აღსანიშნავად ელიას მთაზე დაიწყო სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობა და ყველა ფიქრობდა გაცნობიერებთ არც ფინანსები გვაქვს, არაფერი როგორ 2004 წელს სამების საკათედრო ტაძარი გაიხსნა და პატრიარქი ბრძანებდა რომ ეს ტაძარი არის მე-20 საუკუნის ბოლოს და 21 საუკუნის დასაწყისის ქართველი ხალხის ავტოპორტრეტი. და მართლაც ესეა. პატრიარქი არა მარტო ქართველებისათვის, მორწმუნე ქრისტიანებისათვის იყო სათნო და მისაღები პიროვნება, არამედ არა მართლმადებლებისათვის, არა ქრისტიანებისათვის. მაგალითად, რომის პაპი ფრანცისკე 2016 წელს რომ ჩამოვიდა, არ დაგავიწყდეს რომ მის უკან დგას 1,4 მილიარდიანი მრევლი. ის სახელმწიფოს მეთაურიც არის. მას აქვს ეს სიტყვები ნათქვამი რომ ყოველი შეხვედრა მასთან მარწმუნებდა რომ ღვთისკაცი ვნახეო. აი ესეთი. ხოლო დაკრძალვაზეც ბრძანდებოდა აზერბაიჯანის ბაქოდან ჩამოსული კავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე. შეიხ ალ-ულ ისლამ ალახშუქურ ფაშაზადე. გაიმეორეთ აბა. და მან თქვა ასეთი რამ მანამდე როცა იყო ჩამოსული რომ მეო ჩემი ოჯახი ჩამოვიყვანე პატრიარქთანო 2017 წელს ბრძანა. მინდა რომ დავალოცინო ის ჩვენთვის ყველასთვის არის მამა და კავკასიის დიდი შვილი. ეს რას მეტყველებს? არის ასეთი გამოთქვა ილია ჭავჭავაძე კაც ორი სახელი უნდა ქონდესო დავით აღმაშენებელზე ბრძანა. სამქვეყნო და საიმქვეყნო. და როდესაც მისი უწმინდესობა აღესრულა 93 წლის ასაკში თითქმის ნახევარი საუკუნე სათავეში ედგა ჩვენ ეკლესიას. ის რაც თქვენ იხილეთ არის დასტური იმისა თუ რა დიდი ავტორიტეტი და პატივისცემა რაც გასცა ის უკან მიიღო მან დაიხვალ მე-40 დღეა როდესაც მისი უწმინდესობა რაც გარდაიცვალა და მე მიმყავდა ის გადაცემა კომენტარებს ვაკეთებდი რომელიც აი იმ დაკრძალვის ცერემონიალს თლიანად და ვთქვი იქ და გავიმეორებ. 1918 წელს, როდესაც გარდაიცვალა მოკლეს მარტყოფის მონასტერში კათალიკოს პატრიარქი კირიონ მეორე იოსები მედაშვილმა ბრძანა. ჩაქრა ლამპარი, რომლის მსგავსი საუკუნეში ერთხელ აინთება. აი აქაც შეიძლება იგივე გავიმეოროთ და თვითონ პატრიარქს აქვს ასეთი რამ ნათქვამი. სულიერება, მადლმოსილება ერში
ცალკეული პიროვნებების მეშვეობით ვრცელდება. ისინი როგორც სანთელი ასე იწვიან და მათ გზას უნათებენ. ასე ჩაიფერფლა, ასე სანთელივით დაიწვა და ჩვენ გზა გაგვინათა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ და ჩვენ მისი სულიერი შვილნი ვალდებული ვართ, რომ პატივი მივაგოთ მის ხსოვნას.